გამარჯობა თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს ამჯერად გიერთდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან კერძოდ მიმყოფებით ფიჭვნარის დასახლებაში სადაც როგორც კადრში ხედავთ მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმცა საინტერესო და საგულისხმო დეტალი არის ის რომ ეს პროცესი როგორც ადგილობრივები ამბობენ სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს და მეტწილად აქ მძიმე ტექნიკა არ ჩანს, მათ შორის არ ჩანს მუშახელიც, ხელოსნები, რომლებიც ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან დასაქმებული. როგორც ცნობილი არის, რამდენიმე დღეში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამიტომ ადგილობრივები შიშობენ, რომ ასეთ გადაწყვილ ტერიტორიაზე მათ გაუჭირდებათ ფართობების გაქირავება, რის გამოც ისინი შემოსავალს დაკარგავენ, როგორც ვიცით, ტრადიციულად ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასაწყისში ივნისის თვეში ძირითადად აქ ადგილობრივები მასპინძლობენ სხვადასხვა სპორტული ჯგუფებს, მათ შორის მასპინძლობენ ისინი სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და ამით ისინი დამატებით შემოსავალს იღებენ, ვიდრე აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება, თუმცა როგორც აქ ადგილობრივები ამბობენ, ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელი იქნება სტუმრების მიღება, რადგან როგორც ხედავთ, ეს ტერიტორია არის გადათხრილი და სამუშაოები არ მიმდინარეობს ეფექტურად. სწორედ ამიტომ ადგილობრივებმა დღეს გთხოვეს, რომ აქ ჩამოსულიყავით და მათთვის მათი სათქმელი მიგვეწვდინა ხელისუფლებამდე, რადგან როგორც თავად გვითხრეს, აქ არავინ მოსულა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობიდან და არავის მიუწოდებია ინფორმაცია თუ როდის დასრულდებოდა ეს სამუშაოები და მათ შორის არ იციან ისიც თუ რა ბედიელის ამ პროექტს. საგულისხმო ის დეტალი, რომ ვიდრე ჩვენ აქ მოვიდოდით, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ დღეს გამოჩნდა უკვე მძიმე ტექნიკა, რადგან გაიგეს რომ ჩვენ აქ მოსვლას ვაპირებდით, გადაღებას და პირდაპირ ეთერში მათი ხმების გაგონებას ხელისუფლებისადმი და თქვენ ხედავთ, რომ ამხელა მონაკვეთზე მუშაობს ერთი მძიმე ტექნიკა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ცხადია სამუშაოები დროულად ვერ დასრულდება. მე წინასწარი ცნობები უკვე გაგაცანით თუ რა ვითარება არის და რა ხდება აქ ფიჭვნარის დასახლებაში, მოდით დავიწყოთ უკვე ადგილობრივების მოსაზრებების მოსმენა და ისინი გვეტყვიან თუ რა მოთხოვნები აქვთ და ვის მიმართავენ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეგიძლიათ გითხრათ რა მოთხოვნები გაგაჩნიათ და ვის მიმართავთ და ზოგადად რა ხდება ამ დასახლებაში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. თქვენაც კარგად ხედავთ ყველა და ყველა კარგად ხედავთ რაც ხდება. რა სიტუაცია ამ წუთას, როდესაც უკვე სეზონი თითქმის დაწყებულია. უკვე დაწყებულია, ხომ თუ აგვისტოს თვლიან მაგენი მარტო სეზონს, მაგი არაა დღეს უკვე მასე. სეზონი დაწყებულია, რომელიც უკვე მე მყავდა სტუმრები, ნამდვილად კი ფულს არ მიხდიდნენ, მაგრამ გადმოვიდნენ და მან პლიაჟამდე ვერ ჩავიდნენ და უკვე დავიწყე 3 დღის წინ კონტროლი, გადმოვალ, არავინ არ მუშაობდა, მართლა უყოთ, აი დღეს გამოჩნდა მარტო ტრაქტორები, რომელიც რა ვიცი, თვითონაც გადაიღეთ და დაინახეთ. მაგ ტემპით თუ დამთავრდება 10 ივნისამდე. მეტი რა მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ იმუშაონ, კატეგორიულად ყველა ბრიგადა მოკრიბონ, რა ვიცი მე, სადმე თუ არსებობს ქალაქში, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გამოვცადეთ ომის პანდემიას და ჩაგვეშალა სეზონი და ეხლა კიდევ არესი სიტუაცია გველოდება. თუ კი დღისით და ღამით არ იმუშავებენ, დაგჭირდებათ ჩვენ ფიზიკურად დავეხმარებით. მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ჩვენ გვინდა არავის არ ვჩივლობთ, არავის არ ვედავებით, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაამთავრონ 10 ივნისი ხომ გითხენ, 15 ივნისამდე რომ არ გვინდა ჩვენ ნარგავები, ეს მოაპირკეთონ, რომ ხალხმა გაიაროს წესიერად და პლიაჟამდე ჩავიდნენ. აღწერეთ რა სიტუაცია არის ახლა აქ თქვენი სახლების წინ. აი გადაიღეთ, მეტი რა ვწევ, ეგ თუ თვალით არ ნახე, აღწერა არ გამოვა. აი გადაიღეთ და დადეთ. მეტი რა გითხრათ ახლა? ფაქტი გვაქვს და ახლა მეტი რანაირად გითხრა? პლიაჟამდე ვერ ჩავდივარ. აი გადაიღეთ ახლა.
თუ შეგიძლიათ ბატონო გითხრათ თუ მოსულა ვინმე აქ და თუ უთქვამთ რომ როდის დასრულდება სამუშაოები ან რა მოთხოვ არავინ არ მოსულა, არავის არაფერი არ უთმია. ხელფას არ აძლევენ, ნახვარი თანამშრომლები მუშები გაიქცნენ სამუშაოდან და არის 5 კაცი ერთ მხარეს, 5 კაცი მეორე მხარეს. დამთავრდა მაგით. ეხლა დღეს გადასასვლელზე დაიწყეს, როცა გაიგეს ტელევიზია, დაიწყეს მუშაობა. ჩვენ 2 წლიანი გეგმა გვაქვს. არ ჩქარობენ, თუ გინდა აგვისტოში გავაკეთებთო, ჩვენთვის ეს პრობლემა არ აქვს. აი, არც ერთ უფროსი არ აქვს. აი, დავიარე ეხლა ყველგან რომ ყოფილიყო აქა და არც ერთი უფროსობა თანამშრომელი არ აქვს. თუმცა აი ხლახანს გამოჩნდა უკვე მძიმე ტექნიკა და მუშაობს და როგორ ფიქრობთ ერთი ტრაქტორი საკმარისი იქნება თუ არა ამ ზოლის ტრაქტორი დღეში გათხრიდან 10 მეტრს. რო გათხრიდა ტრაქტორი გაჭერდება. მაგრამ ისიც არ აქვს გაკეთებული ის 10 მეტრო რომელიც გათხარეს. რო ჩაესხათ, გაესწორებინათ და ასე თუ აპირებენ ესენი გაკეთებას მოეყვანათ მაშინ წაერთმიათ ეს ტენდერი და მიეცათ ვისაც შეუძლია მუშაობა. ასეთებია მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით და აღწერეთ რა ხდება თქვენი სახლების წინ და რა მოთხოვნები გაგეჩნიათ. ჩემო კარგო, ხედავ რაც ხდება და რაც არის. ნოემბრიდან დაიწყო აქა მუშაობა. ნოემბრიდან. თებერვალში დაიწყო, ხო? მე რომ აქა ამ ხალხს ხედავ აქა მომუშავეს ვინმე გარდა ერთი ტრაქტორისა. 100-ია ყოველთვის. 5 კაცით რა გაკეთდება? რა ვქნათ ამ ხელასახლები ვალით დატვირთული როგორ? რანაირად გადავიხადოთ? კაცი რომ ჩამოვა, ფულს გადაიხტის და ზღვაზე გადმოვა, ჩემსანახავად ხომ არ მოდით მაგის ზღვაზე საბანაოდ მოდით. სიტუაცია. აღწერა პირველში ველოდები დამსვენებელს. ჯგუფს რა უთხრა? გასაგებია. გითხარით თქვენს ქალბატონო, რა მოლოდინები გაქვთ ამ ტურისტული სეზონიდან, როცა ხედავთ რომ გადათხილი არის ეს ტერიტორია. მოლოდინები აღარ გვაქვს. ძალიან დიდი სესხები გვაქვს. ჩვენ ამას ვერ დავფარავთ თუ კი ასე მოხდა ეს ამბავი. არ მუშაობს ბრიგადა. აი აბუჩად ყავართ აგდებული ეს ხალხი. ჩვენ ეს არ მოგვარდება. ახლა გადავდივართ უმაღლეს. სადაც კი საჭიროა. всё, დამთავრდა. თუ კი არ მოგვისმენენ, მეტი სათქმელი არ მაქვს. ქობულეთის მერიდან თუ მოვიდა ვინმე ინფორმაცია თუ მოგაწოდა. არავინ არ მოსულა, დაჟე იგი გავიგე იქიდან უთქვამს რომ თუ ჩავარდა ერთი სეზონი დიდი ამბავიო. აი ასე მომიტანეს ამბავი. ასე მომიტანეს ამბავი. მერი იყო თუ არა თქვენთან ამ დასახლებაში, როცა სამუშაოები დაიწყო. არავინ არ იყო საერთოდ, აი არავინ. აბუჩად ყავართ ხალხი აგდებული აქა და აბუჩად არავის თავს არ ჩავათლიეთ ნამდვილად. აი მათ ფული ჩაიდვან ჯიბეში და აქ 5 ბრიგადა დააყენე, 2-5 კაცი დააყენონ აქა. ეს როგორ შეიძლება? რა არის აგი? ჩვენ ეს სეზონი გვაქვს ამ ზღვით, ეს სხვა თუ ჩვენ არ გვექნება, რა თქვინდა ეს სეზონი? რაზე გვინდა გეკითხები ხალხი ველოდებით, აი ივნისიდან იმას, რა ქვია, ხალხს. როგორ ჩამოვა? აქ რომ ნახავს ამ სიტუაციას, აი გამომიგზავნეს სურათები, მეუბნებიან, მირეკავენ. რა გაუგზავნო ზღვისპირი, რა გაუგზავნო, მითხარი. აი რა გაუგზავნო. როგორ შეიძლება ასეთი რამე? აი თავრობა არ არის რომ მოგხედოს? გასაგებია ქალბატონო, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. დიახ, ასეთი არის ვითარება აქ. მე კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ სამუშაოები არის გაჭიანურებული, რის გამოც აქ ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა მოთხოვნები გაქვთ, ვის მიმართავთ და ზოგადად რა გაქვთ სათქმე? მოთხოვნები გვაქვს და ჩვენ გვინდა სეზონის დაწყებამდე 1 ივნისამდე ზღვაზე გადასვლები გაიხსნას და დანარჩენი მე სექტემბრის ბოლოს გააგრძელოს, რაც გასაკეთებელია. ესაა ჩვენი მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ, ეს ერთი ტრაქტორი როცა მუშაობს ამ ხელა მონაკვეთზე, ეს სამუშაოების დროულ დასრულებას თუ უზრუნველყოფს? ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ ვითხოვთ გზა გაგვიხსნას. ერთი მუშაობს თუ 100 მუშაობს, ჩვენ არსებით მნიშვნელობა არ აქვს. როგორც საქმე გააკეთო და გადაასწორო, რაც გადასასწორებელია. ასეთი ხალხი უფუჭებს იმას, მთავრობას ახლა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ბატონო, თუ შეგიძლიათ თქვენს რომ გითხრათ თქვენი სათქმელი, რა და აღწეროთ რა სიტუაციაში გიწევთ აქ ცხოვრება. სიტუაცია ახლა შვილიშვილები ჩამომივიდა, აქ როგორ გადავლენ არ ვიცი. წარმოიდგინე პატარა ბავშვებია და მთელი სეზონი ამას ელოდებიან, რომ ზაფხულში ჩამოვიდნენ და ქობულეთის ზედა ზღვა ისე ამოვნონ. და ახლა თავისთავად ხადია, რთულია ამის დამთავრება, მაგრამ ის ადგილი მაინც გადაგვისწორო.
რომ გადავიდეთ, გადმოვიდეთ და მერე გაგრძელდეს კიდევ. საქმე ახლა მეტი ამ ხალხს ძალიან ბევრი ვალები აქვს. და ეს ვალები დასაფარია. ხო, მით უფრო როცა გვახსოვს, რომ ჩვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაზარალებული მოსახლეობა დღემდე იხდის ვალებს, მათ შორის პანდემიის დროსაც დაგროვილი. ის დროს ძალიან ბევრი იყო დაზარალებული და ეხლა ეს თუ დაემატა, ეს ხალხი ამოიქრწობა ვალებში. და თავისთავად ცხადია ბანკებიც აიღებენ ამათ ქონებას. ესენი ცოდოა. აი მაგის ვეთქოთ, მეტი ერთი გასასვლელი გავუკეთო. გზაზე გადასასვლელი. всё, დამთავრებული საკითხია. მერთვა უფალმა მინებოს და იმედი მაქვს, კიდევ იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება. აი ეს არ მეპარება რა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენი სათქმელიც რომ გითხრათ და რა მოთხოვნა გაქვთ? იგივე მოთხოვნაა, რომ გაკეთდეს გასასვლელი ზღვაზე. დიახ, სამუშაოები როგორ ფიქრობთ, ამდენად ეფექტურად მიმდინარეობს? საერთოდ გუშინ 3 საათი ვისეირნე ზღვისპირზე და კაცშვილი არ იყო აქ. არაფერი არ მიდის გონია. ადრე თითქოს დაიწყეს ღამეც მუშაობდნენ, მაგრამ ეხლა არაფერი შედეგი არ არის. ძალიან ნელა მუშაობ. ხო, ერთი ტრაქტორი მუშაობს ეხლა და რამდენიმე ადამიანი, როგორ ფიქრობთ, ამ მონაკვეთისთვის რამდენად საკმარისი არის ეს? ალბათ აგვისტოში დაამთავრებენ, არ ვიცი. ხო, უნდა იმუშაოს გამისმენა. გასაგებია, მადლობა. აი, ასეთი არის აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებები. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ფიჭვნარის დასახლებაში, სადაც სანაპირო ზოლისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა როგორც კადრში ხედავთ და ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეთ, ეს ტემპი არის საკმაოდ ნელი. ფაქტობრივად ერთი ტრაქტორი მუშაობს, დღემონაცვლეობს, ზოგჯერ საერთოდ გაჩერებული არის ეს ტექნიკა და სიტუაცია არის ამგვარი ამ დასახლებაში, რომ მიმდებარე ტერიტორია არის გადათხრილი და ისინი შიშობენ, რომ ტურისტული სეზონი მათ ჩაუვარდებათ. დამსვენებლები ბინას არ იქირავებს მათგან, რაც ცხადია ფინანსურ ზარალს ფინანსურად დაზარალდებიან ისინი. აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე ტექნიკა აქ ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აჭარა ტაიმსის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა და აქ ხედავთ ახლა მდგომარეობა არის ამგვარი, თუმცა სამუშაოთა წარმოებელი და ხელმძღვანელი ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე არ ჩანს. მოდით გავასმენოთ კვლავ ადგილობრივების მოსმენა, რა აქვთ მათ სათქმელი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი სათქმელი და მოთხოვნა რა არის? სამუშაოები სრულდება ცუდად, ძალიან ნელა მუშაობენ. ყველას ვალები გვაქვს ძალიან ბევრი. პანდემიაზე არ გაგვითვალისწინეს არც ერთი წელი, არც მეორე წელი მთავრობამ. ახლა კიდევ 2 წლიანი ტენდერი აქვს, არაფერი არა, 2 წლის საკეთებელი, რა ხდება არ ვიცით და გვითხოვთ რომ ყველაფერი დალაგდეს, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. ვალებიდან ამოისუნთქოს, რომ წევანდელი ვალები დაფაროს, მერე მომავალში მოვალ და 15-20 წელი ასე წვალებაში როგორ შეიძლება ვიყოთ. სულ იმ დროს უდარებენ, როდესაც სეზონი იწყება, მაშინ იწყებენ მუშაობას, მაშინ აგზელებენ. მერი ვაფშე გაიქცა ქალაქიდან თუ მოხსნეს არც ვიცით. მოვალეობის შემსრულებელმა საერთოდ არ ამოვალო, ჟურნალისტებს თუ მოიყვანთო, რა არ ვიცი მე რა ხდება, განუკითხაობა მაგარი, სერიოზული. მერი ახსენეთ, თუ მოსულა თქვენთან თქვენი საჭიროებები თუ არასდროს, საერთოდ თვალით არ მინახია მერი. რავი, ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ხალხთან არიან ისინი და ხალხს უსმენ. არა, მე თვალით არ მინახია მერი, აქ რაც დაიწყო მის მერი აქ ვარ, აქ ამოსულდა ხალხისთვის რა გიჭირთ პრობლემების შესახებ რომ ეკითხათ. არ მინახია და მინჩას პერიოდი როგორ უნდა ინატრო, ახლა რო ყოფილიყო სააკაშვილი, დღეღამი ამუშავებდა მაგათ და გააკეთებდა. სხვათა შორის ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე გვიყურებს და თუ შეგიძლიათ მას რომ მიმართოთ და უთხრათ კიდევ ერთხელ. არ ვიცნო პიროვნებები ვინ არიან. ანუ არ იცით ვინ არის ქობულეთის? არ ვიცი საიდან მეცოდი, ხალხში მაგი არ დადის და გამგეობაში მე არ დავდივარ. გასაგებია, მადლობა. ქალბატონო, სხვათა შორის ახლა პირდაპირ ეთერში მე ვხედავ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გვიყურებს ირაკლი ცეცხლაძე და თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მიმართოთ და თქვენი სათქმელი გააგონოთ მას. მე არავის არ მივმართა, მოგძანდეს და დაინახოს ეს ყველაფერი. არ მივმართავ არავის. არ მივმართავ. ხო და ბევრი ხალხი კიდევ არ არის, იმიტომ რომ მუშაობს ხალხი და ვერ გამოვიდა. მაგას არ ეგონოთ რომ გადავდივართ სხვაგან საჩივრად, თუ ეს საქმე არ მოგვარდება, აი დღესვე პასუხს არ გაგწონებ. დამთავრებულია. აი გადაიღეთ რამდენი კაცი მუშაობს და მეტი არ უნდა მაგას. მობძანდეს და ნახოს ახლა.
ჩვენ რატომ და დაურეკოთ თან და რამე. შეიძლება ბატონო პრეფექტო, გამობძანდით და ნახეთ საკუთარი თვალით, რა მდგომარეობა ჩვენ რა ვქნათ. მაშინ დაგვეხმარონ ბალების გადახდაში და აკეთონ 10 წელიწად თუნდა. დაგვეხმარონ. გამობრძანდენ კაბინეტებიდან, მზემ არ დასწვათ. გამობრძანდენ და ნახონ, რა ხდება. სეზონი მოახლოვდა, ტერიტორია არის მოუწესრიგებელი. მოვითხოვთ სასწრაფოდ მოწესრიგდეს ტერიტორია. რა სიტუაცია არის? საქმე ეს იყო. გასაგებია, მადლობა. თქვენ ისმენთ აქ ადგილობრივების სათქმელს და მოთხოვნას. ისინი ამბობენ და ითხოვენ იმას, რომ ფიჭვნარის დასახლებაში, სადაც ამ წუთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, არის შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც აქ ადგილობრივები გამოთქვამენ პრეტენზიას და ამბობენ იმას, რომ სამუშაოების გაჭიანურება იწვევს იმას, რომ ტურისტული სეზონი მოდის და ისინი ფინანსურად დაზარალდებიან. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ და ვის მიმართავთ და რა მოთხოვნები გაქვთ? ვის მიმართავთ რა, ვისაც აბარია ტენდერი და ვის ყუდიდებს და ისა რა ქვია სეზონზე არავერიოთ დავირიოთ, ჩვენაც ოდვავად ყველას ბანკის ვალი გვაქვს, ყველას პრობლემა გვაქვს. ვესმის კაი საქმე კეთდება, იდეალური საქმე კეთდება, რასაც ვითხოვდით იმაზე უკეთესი კეთდება ესეც ვიცით. რაც ნახეთ, მაგრამ ცოტა იწელება დროში და დაამატონ მუშახელი, რომ სეზონს შევხვდეთ ისა რა ქვია გამართულად. მადლობელი ვიქნებით ჩვენაც და ყველა მოსახლეობა, ესაა ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი, ჩვენ არანაირი პოლიტიკური განზრახვა არ გაგვაჩნია. არა, თქვენ ითხოვთ იმას, რისი მოთხოვნის უფლებაც გაქვთ, იმიტომ რომ ითხოვთ კეთილმოწყობას და ეს ხალხის ფულით მიმდინარეობს ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ითხოვთ დროულად და ეფექტურად ცხადად. თავისთავად, მაგია ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი. გასაგებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის ადგილობრივების განწყობები და მოთხოვნები ფიჭვნარის დასახლებაში ვიმყოფებით და პირდაპირ ეთერში გიჩვენებთ თუ რა სიტუაცია არის აქ ადგილობრივების თქმით სამუშაოები მიმდინარეობს შენელებული ტემპით. ხშირ შემთხვევაში აქ სამუშაოები არის შეჩერებული, არ ჩანს მძიმე ტექნიკა, არ ჩანან მუშახელი, ხელოსნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამუშაოების დროული დამთავრება. ამბობენ იმას, რომ ეს გაჭიანურებული სამუშაოების შედეგად იქმნება იმის რისკი, რომ ტურისტული სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში იხსნება და ისინი ვერ შეძლებენ სტუმრების მიღებას, რის გამოც ფინანსურად დაზარალდებიან. ფინანსური ზარალი კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ გაისტუმრებენ იმ საბანკო ვალდებულებებს, რაც მათ გააჩნიათ წლიდან წლამდე. თქვენ კადრში ხედავთ, რამდენიმე მეტრზე არის გადათხრილი ეს ტერიტორია და აქ მუშაობს მხოლოდ ერთი მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ადამიანი არის აქ დასაქმებული. თქვენ იმასაც ხედავთ, რომ რამდენიმე მეტრი არის გადათხრილი და ზღვაზე გადასასვლელებიც კი არ არის მოწყობილი, რადგან აქ ადგილობრივება შეძლონ ზღვის სანაპიროზე გადასვლა და ამ მიმართულებითაც გამოთქვამენ ისინი პრეტენზიას. როგორც თავად თქვეს, აქ არავინ მოსულა მუნიციპალიტეტის მერიიდან და მათთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია თუ სამუშაოები როდის დასრულდება ან რა ეტაპზე არის ეს სამუშაოები. მოკლედ არის საუბარი იმაზე, რომ ინფორმაცია მათთვის არის უცნობი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეგიძლიათ თქვენი სათქმელიც რომ გითხრათ. ბატონო, გესმით? თუ შეგიძლიათ გითხრათ ეს სამუშაოების შენელება გაჭიანურებულ დროში რა იწვევს და ზოგადად რა გაქვთ სათქმელი? სამუშაოები როგორც ხედავთ მიმდინარეობს. დიდი არის ლოკაცია, დაახლოებით 800 მეტრო. რაღაცა მონაკვეთები დაემატა. გამაგრებამ და იმან მოითხოვა დიდი დრო. ნელ-ნელა მიმდინარეობს აქვია. რაც შეეხება ფილები შეიძლება ვერ დაეგოს, მაგრამ აი 15 ივნისი და პირდებიან რომ კომპანიას წარმოადგენთ, რომელიც აქ სამუშაოებს ატარებს. 15 დღეში მიესწრება ყველაფერი. რანაირად თქვენ ახსენეთ 800 მეტრი და 800 მეტრზე ერთი ტრაქტორი მუშაობს. 15 ივნისისა აქ იქნება გაწყიალებული. ერთი ტრაქტორი შეძლებს ამ სამუშაოების დასრულებას და რამდენი? ეს თქვენთან არ ლაპარაკობ. ეს კაცი ცხოვრობს აი ზემოთ. ამას არ აინტერესებს, აქ არ არის ეს კაცი. ვიღა მოსულა და რაღაცას ლაპარაკობს.
გასაგები ნუ იმაშობით რა. არა სიმართლე ილაპარაკე. 15 ივნისისას ხალხი გადავაგდა. ერთი ტრაქტორი რამდენად ამხელა მოცულობის სამუშაოებს ერთი ტრაქტორი როგორ უზრუნველყოფს? ერთი რატო მიქაც მუშაობენ მიგერა. არ ჩანს ბატონო, არ ჩანს. სამი ტრაქტორი მუშაობს. სად ხედავთ ბატონო ტრაქტორს, რომელიც მუშაობს, გაჩერებული არის ის ტრაქტორი. ერთი მუშაობს. მაგი დღესდე იწყებს მუშაობა, აქამდე არაფერი არ გავუკეთებია, არც ფილები არ დავუგია გადმოსავალი. აი ხედავთ, ერთი ადამიანი ცდილობს, რომ აქ ადგილობრივების პროტესტი, ასე ვთქვათ, ჩაახშოს და გადაფაროს იმით, თითქოს აქ სამუშაოები დროულად და ეფექტურად მუშაობს, თუმცა ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ჩვენ ხედავთ, ეხლა ადგილობრივებს შორის არის მცირედი დაპირისპირება, რადგან ის, ვინც სიმართლეს ამბობს, ცდილობენ ზოგიერთი ადამიანები, რომ ეს სიმართლე გადაფარონ იმით, რომ თითქოს აქ სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს. უკაცრავად, პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ და მოთხოვნა რა გაგაჩნია. სეზონი გვიახლოვდება, გადათხრილია ყველაფერი, აი თქვენ თვითონ ხედავთ, პლიაჟზე ვერ გადავა ვერავინ. გვინდა რომ მოწესრიგდეს თვის ბოლომდე გაგვიკეთეს ყველაფერი, რომ ზღვაზე გადავიდეს დამსვენებელი. ჩვენ ვართ ამაზე დამოკიდებული, გვაქვს ძალიან დიდი ვალები და ძალიან ცუდათაა ისა რა ქვია. გვეუბნება მოესწრება, მაგრამ თქვენ თვითონ ხედავთ, რომ აქ მე არ მაქვს იმედი, რომ ეს 10-15 დღეში მოესწრება რამე. სხვათა შორის ახლა ვხედავთ კადრში იმას, რომ უსაფრთხოების ნორმებიც კი არ არის დასწული, ეს ღია არხები არ არის დაცული. თქვენ თვითონ ხედავთ, აი გადაიღეთ და თქვენ თვითონ ხედავთ ყველაფერს. და კიდე უსაფრთხოების გარდა კიდე ბევრი რაღაცა ვერ ესწრება აქ. თქვენ გადაიღებთ და ხედავთ. გასაგებია, მადლობა ქალბატონო თქვენი მოსაზრებისთვის. სხვათა შორის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ აქ სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. თქვენ ხედავთ ღია არხს, საკმაოდ დიდი მოცულობით არის ეს ღია არხი და ეს დასახლება არის საკმაოდ მჭიდრო. აქ არაერთი მოზარდი ბავშვი იზრდება და არის იმის საშიშროება, რომ ისინი ჩაცვიდნენ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია ისე აწარმოებს სამუშაოებს, რომ ეს სამშენებლო მოედანი არ არის შემოსაზღვრული და დაცული, რაც კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებს და ცხადია, ამაზე მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გქონდეს რეაგირება და წესით აქამდე უნდა გქონოდა ზედამხედველობის სამსახურს აქვს იმის კომპეტენცია, რომ ეს სამუშაოები პერიოდულად უნდა ამოწმოს, მონიტორინგი უნდა გაუწიოს და კანონმდებლობით შესაბამისი მოთხოვნები უნდა შეასრულებინოს კომპანიას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნები არ არის შესრულებული. აქ არის ბანერი თუ რის გაკეთებას აპირებს მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა აქ არ არის მითითებული, რომელი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, მათ შორის არ აწერია აქ ის თუ რა ვადებში უნდა დასრულდეს სამუშაოები. ჩვენ ცხადია, ვიდრე პირდაპირ ეთერში დავიწყებდით მაუწყებლობას, მანამდე კომუნიკაცია გქონდა მუნიციპალიტეტის მერიასთან. ჩვენ მათ ვთხოვეთ, მოიწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ არის აქ დასაქმებული, ვინ არის ტენდერით პასუხისმგებელი, რომ აქ სამუშაოები უზრუნველყოს, მათ შორის რამდენი დაიხარჯება და ვადები თუ როდის დასრულება ეს სამუშაოები, თუმცა ჯერ ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ მიგვიღია, თუმცა ინფორმაციის მიღებისთანავე ცხადია ჩვენს მაყურებელს, ჩვენს აუდიტორიას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით და ეს სტატია რამდენიმე საათში გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. თქვენ მოისმინეთ ადგილობრივების მოსაზრება, ისინი ამბობენ იმას, რომ სამუშაოები დროულად არ სრულდება. ახლა ადგილობრივებს შორის არის მცირედი დაპირისპირება, რამდენიმე ადამიანი არის აქ მოსული, რომლებიც სავარაუდოდ მათი პოზიციებიდან გამომდინარე არიან ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადგილობრივთა ხმა არ ისმოდეს პირდაპირ ეთერში და მათი პროტესტი ნებისმიერი ფორმით ჩაახშონ. ისინი გვარწმუნებენ იმაში, რომ აქ სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ კადრში ვხედავთ, რომ ამხელა მონაკვეთი არის გადათხრილი, ეს არის აქტიური ტურისტული ზონა და აქ მუშაობს მხოლოდ ერთი მძიმე ტექნიკა
და რამდენიმე ადამიანი, რაც ცხადია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამუშაოების დროულად და ეფექტურად დასრულებისთვის არასაკმარისი არის და სწორედ ამის გამო გამოთქვამენ ისინი პრეტენზიას და როგორც პირდაპირ ეთერში ჩვენთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს ადგილობრივებმა, აქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, უკვე გადამდგარი, გადაყენებული მერი ლევან ზოიძეც კი არ მოსულა და ადგილობრივებისთვის არ გაუცნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სამუშაოები როდის დასრულდება ან რატომ მიმდინარეობს არაჯეროვნად ეს სამუშაოები. Სარეაბილიტაციო პროცესი მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ანონსი გაკეთდა დაიწყო გასული წლის ოქტომბერში, თუმცა ჩვენ კადრში ვხედავთ, რომ აქ ბევრი არაფერი გაკეთებულა. მოკლედ ასეთი არის ადგილობრივების მოთხოვნები, პრეტენზიები, რომელსაც ისმენდით პირდაპირ ეთერში, ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიას ისევ დაუკავშირდებით და მათგან მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას, რომლის შემდგომაც ცხადია ინფორმაცია განახლდება. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმს, მადლობა ნდობისთვის. დროებით.